მოდი დავსვათ ერთი ძალიან მარტივი კითხვა, მარტივი და მეორე მხრივ რთულად პასუხგასაცემი ქართული ოცნების ბანდის მხრიდან თუ მიერ. რატომ მოხდა ისე, რომ ამ 4 წელიწად ნახევრის მანძილზე განმავლობაში, რაც დაიწყო ომი უკრაინაში, რეალურად ამას ომი არ ქვია, ამას ქვია რუსეთის ინტერვენცია, რუსეთის ჯოჯოხეთური ეგრეთ წოდებული ოპერაცია და უკრაინის დანგრევის მცდელობას აქვს ადგილი ბოლო 4 წელიწად ნახევარია უკრაინის სახელმწიფოს გაუქმების მცდელობას. რატომ მოხდა, რომ მაინც და მაინც საქართველოს უბიძგებენ, რომ მან გახსნას ცეცხლი რუსეთის წინააღმდეგ, ანუ ჩაერთოს ამ ომში, ანუ მეორე ფრონტი გაიხსნას რუსეთის წინააღმდეგ საქართველოსთან და არც ერთ სხვა ქვეყანას, არც ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, არც აზერბაიჯანს, არც სომხეთს, არც ბალტიის სახელმწიფოებს, არც მოლდოვას, რომელიც ძალიან უჭერს მხარს უკრაინას, არც სხვას, პოლონეთს, ჩეხეთს და სხვებს. მათ კი არ ავალდებულებენ ომში ჩართვას და ავალდებულებენ ან უბიძგებენ ან სთხოვენ მხოლოდ მხარდაჭერას უკრაინის. ქართული ოცნების დემაგოგ წარმომადგენლებსაც კიდე ესეთები ხავს ქართულ ოცნებას, ოღონდ მაღალ ეშელონებში, ანუ გზარქუებს და ნინო იაწილოსთან სარგულისხმობს ხადია. ქართული ოცნების მაღალ იერარქებსაც კალაძეს, კობახიძეს, პაპუაშვილს, მდინარაძეს და ყაველაშვილს მივათვალოთ ან არ მივათვალოთ. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რასაკვირველია გაუჭირდებათ. მათ არ აქვთ პასუხი, რატომ გადაეკიდა მათეული გაგებით თუნდაც დანარჩენი და ცივილიზებული სამყარო სწორედაც რომ საქართველოს. იმიტომ რომ 2008 წელს ჩვენ გქონდა კონვენციური ომი რუსეთთან და რუსეთმა ვერ დაგვამარცხა და ჩვენ რაღაც გამოცდილება გვაქვს. ტყუილი ამბავია ეს 2008 წელს ჩვენ რო გქონდა ომი და მართლა არ დავმარცხდით, იმიტომ რუსეთს მაშინ უნდა რომ თქვენ საქართველოს გაენადგურებინა და საქართველოს თავზე აეფრიალებინა რუსული სამფეროვანი დროშა, ისევე როგორც ახლა უნდა რომ ააფრიალოს რუსული სამფეროვანი დროშა ამჯერად უკრაინის დედაქალაქის ცენტრალური უბნების და ცენტრალური შენობების და ადმინისტრაციების თავზე, მაშინ ჩვენ არ დავმარცხებულვართ. მაგრამ შესანიშნავად იცოდა და იცის დასავლეთმა, რომ ძალიან სერიოზული ტკივილები, იარები, ტრავმები მივიღეთ ამის შედეგად და ეს ტკივილგანცდილი საზოგადოება პირველ ყოვლისა და ქვეყანა ვერც შეებრძოლებოდა რუსეთს, რამე რომ ყოფილიყო რომ. ქართული ოცნების დემაგოგ წარმომადგენლებსაც გაუჭირდებათ მერქი. რეალურად ქართული ოცნება ბანდიტური ორგანიზაცია, ბანდიტური პარტია ამ ომის თემას იყენებს მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დიდხანს დარჩეს და აშინებს საზოგადოებას. კიდევ ერთი ფაქტორი. რუსეთს უკრაინაში გამარჯვებაც კი უჭირს. მაგრამ ქართულ ოცნებას ხომ მიაჩნია, რომ რუსეთი დასახულ ამოცანებს აღწევს. ქართული ოცნების საქართველოს მეორე ფრონტი რომ გაიხსნა რუსეთის წინააღმდეგ, ქართული ოცნება ხომ ამას ამტკიცებს, რომ იოლად დაამარცხებდა საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე ამბობენ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები არნახულად მომზადებულები არიანო, მაგრამ ერთ წუთს წავყვეთ სწორედაც რომ ბანდიტური ორგანიზაციის და ამ ბანდიტური ორგანიზაციის ლიდერების ლოგიკას. დასავლეთს როგორ გონიათ, სჭირდება კი სადმე გამარჯვებული რუსეთი და თუ სჭირდება, მაშინ რაღა საქართველო. მაშინ არ მიეხმარებოდა უკრაინას ისე როგორც ეხმარება, ისიც არა ჯეროვნად, არა ბოლომდე, არ მიეხმარებოდა და ეს კიევი მართლა სამ დღეში თუ არა სამ თვეში მართლა დაეცემოდა რომ არა დასავლეთის მხარდაჭერა და დასავლეთის მიერ მიწოდებული ერთის მხრივ სადაზვერვო ინფორმაცია, მეორეს მხრივ იარაღი, მესამე მხრივ ფინანსური რესურსი, რომელსაც გამოხობს დასავლეთი უკრაინის მხარდასაჭერად. ხო და რატომ არ ამარცხებინებს რუსეთს დასავლეთი უკრაინას არ ამარცხებინებს დასავლეთი, თუ რუსეთის სადმე გამარჯვება დასაშვებია. მას დასავლეთს ხომ შესანიშნავად ესმის, რომ ჩვენ თუ ჩავერთვებოდით ომში, რუსეთი იქნებოდა ერთგვარად დაკმაყოფილებული სახელმწიფო და საქართველოზე რა გადაკიდებული კი არა, სომხეთზე რა თქმა არის გადაკიდებული ამ ლოგიკით, ან უზბეკეთზე, ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე თუ ხსენებულ მოლდოვაზე, ან ბალტიის სახელმწიფოებზე. ბალტიის სახელმწიფოები ნატოს წევრები არიან და იმიტომ და ნატოს წევრები თუ არიან და არიან, რაღაი არიან, შესაბამისად შენს ნატოში უნდა მიდიოდე, რომ შენზეც არ იყოს გადაკიდებული და კონვენციური ომი
რუსეთთან ან არ მოგიხდეს თუმცა გაწევრიანდები ან თუ მოგიხდება ისევ როგორც ბალტიის სახელმწიფოებზე თავდასხმის შემთხვევაში ძვირფასს გადაიხდის აქაც ამ შემთხვევაშიც გადაიხადოს ძვირფასი რეალურად კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ ეს არის ტყუილი რომელსაც ქართული რუსული ოცნება სთავაზობს საზოგადოებას ქართულს და აბოლებს ქართულ საზოგადოებას ოღონდაც კი ძალაუფლებაში დარჩენს და ძალაუფლებაში დარჩენა კი ქართულ რუსულ ოცნებას იმისთომ სჭირდება რომ მეტი და მეტი ფული იშოვონ მისმა ცალკეულმა ლიდერებმა თუ ყველამ არა ბევრმა მაინც ასე მაგალითად კალაძემ ასე მაგალითად ამგვარ ფულს შოულობდა ღარიბაშვილი დილუაშვილი სხვები და სხვები ანუ პირები რომლებიც ან ახლაც არიან საქართველოს ხელისუფლებაში კალაძე პაპუაშვილის შემჩნეულია სხვადასხვა ამ შედარებით ნაკლებ მაგრამ მაინც კორუფციულ გარიგებებში აი ეს რაღაცა 1 ლარად თუ 7 ლარად და იმცა ამდენი ჰექტარი მიწა ეს რა გონია რომ ფული შოვნა არ არის და მისი დაწუხე ყოფილი წევრები ხომ საერთოდაც მაფიოზები იყვნენ კობახიძისაგან განსხვავებულები და კობახიძეზე მეტად მადია კობახიძის ფორმაციის ქართულ ოცნებაზე მეტად მადიანები ხა მე კითხვას დავსვა რაზე ფიქრობს ხსენებული კობახიძე კალაძე პაპუაშვილი სისხამდილით რომ იღვიძებს თითოეული მათგანი აი მაგალითად კალაძე დარწმუნებული ვარ ფიქრობს ადრე იღვიძებს უთუოდ როგორც ყოფილი სპორტსმენი ვარჯიშობს უთუოდ ერე სოლშვილთან ატარებს დროის გარკვეულ მონაკვეთს დილის დროის გარკვეულ მონაკვეთს ნახევარსაათს 45 წუთს და რასაკვირველია ფიქრობს ორ საკითხზე პირველ ყოვლისა იდილიაზე ოჯახში და იდილია ოჯახში კალაძისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანია იმიტომ რომ არ აიჭრას და მე არ ჩაიჭრას გარკვეულ მნიშვნელოვან საკითხებში უკვე საზოგადოებრივ ასპარეზზე და იდილიაზე ფიქრობს კალაძე კახი კაპიტანი ყოფილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებისა და მაფიოზი კაცი მეორე ფიქრობს საკუთარი მეგობრებისა და თანამშრომლების დარჩენაზე იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლების სხვა ბანდება სხვა განშტოებებმა ამ ბანდის საბოლოო პერიოდია განსაკუთრებით ბოლო პერიოდია შეუტიეს კახი კალაძეს და შეავიწროვეს და უმხილეს და ამხილეს ის პირები რომლებიც კორუფციაში გარეულნი იყვნენ და მასთან მუშაობდნენ იქ რაღაც ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელი იქ რაღაც ტენდერები იქ რაღაც მშენებლობები და ასე შემდეგ და უსათუოა რომ სხვებიც ეყოლება საქართველოს ხელისუფლების ამ განშტოებას სამიზნეში ამოღებული სხვები კალაზის ახლო გარემოცვდნენ მათ შორის მეგობრებიც რომლებიც სარგებლობდნენ კახა კალაზის სახელით და ბევრ უკანონობას ან ნახევრად უკანონობას ჩადიოდნენ ამ ხნის განმავლობაში ცოტა მადა და იქვე თეთო შეიძლება ესეც არის კახა კალაზის ეგრეთ წოდებული მესიჯი საკუთარი მეგობრების თუ თანამშრომლების მიმართ რომლებიც მაფიოზობაში იყვნენ გარეულნი და შემჩნეულნი აზე ფიქრობს პაპუაშვილი ის უთუოა ელოდება ყოველ დილით მესიჯს მოსკოვიდან მორიგი ანტირუსული კი არა მორიგი ანტიდასავლური განცხადების ეგრეთ წოდებულ დრაფტს ან პირდაპირ მნიშვნელობით პრორუსული განცხადების დრაფტს რომელსაც შეიმუშავებს ხოლმე მისთვის სპეციფიკურად და სპეციალურად შეიმუშავებს ხოლმე FSB-ს შესაბამისი განყოფილება უგზავნიან WhatsApp-ის თუ სხვა საშუალებით ბანდიტ შალვა პაპუაშვილს ამ FSB-ს პირდაპირ თუ ირიბ წარმომადგენელს და ისიც მერე ჩაიკითხავს ხოლმე მორიგანტი დასავლურ განცხადებას ჩაიკითხავს არა იზეპირებს მანამდე რაზე ფიქრობს ირაკლი კობახიძე ესეც საინტერესო კითხვაა იმიტომ რომ ჩვენ პრინციპში გადავახდით ახლა მიხეილ ყაველაშვილი რაზე ფიქრობს და სიმართლე გითხრათ არ ვიცი ხო შეიძლება ოჯახის იდილიაზე ალბათ მაინც ფიქრობს ოღონდ ჭირებს გვერდისდებართვით ან ვერ გავხსნით მოკლედ მიხეილ ყაველაშვილი იქით იყოს და ირაკლი კობახიძე რაზე ფიქრობს ფულზე არა მაგრამ ბიზინა ივანიშვილთან დალაგებაზე კი ნამდვილად ეს ინფორმაცია იმის თაობაზე ბიზინა ივანიშვილი გარკვეული მიზეზებით ობიექტური მიზეზებით ხელს შეაწმენთ სწორედ ირაკლი კობახიძეს და მას გადააბრალებს ყველაფერს რაც კი ცუდი რამ ხდება ამ ქვეყანაში ეს ინფორმაცია თუ ანალიზი არსებობს ამ საზოგადოებაში და სახელდება კიდეც მის დამისახელებია რამდენიმე კანდიდატი ვინც შეიძლება ბიზინა ივანიშვილმა ამოსწიოს და დანიშნოს მთავრობის ხელმძღვანელად სწორედ ხსენებული ირაკლი კობახიძეს ადგილს და ირაკლი კობახიძეს ნამდვილად არ უნდა წასვლა იმიტომ რომ ჯერ ერთი ნამდვილად მიაჩნია რომ ის შეუცვლელი ლიდერია მიაჩნია და ასე ფიქრობს, ასე ხედავს, რომ მის პერიოდში ეკონომიკა გაიზარდა 7.8-9%-ით და საერთოდაც ბიზინა ივანიშვილისთვის ის შეუცვლელი კადრია და
უსამართლობა იქნება მისი დასჯა, იმიტომ რომ ის ყველაზე ერთგულად ყოველთვის წინა პრემიერებზე ბევრად ერთგულად გოშიასავით ემსახურება ოლიგარქ ივანიშვილს. კიდევ რაზე ფიქრობს ირაკლი გობახიძე და დავალების შესაბამისად და ბიზნეს ივანიშვილის დავალება ექნება უთუოდ ფიქრობს იმაზე, რომ გადატვირთოს ურთიერთობები საქართველოს მისი ფორმაციის საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რაც ძალისხმევასაც არ მიმართავს საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება, მათ შორის ელჩი ტალიაშვილი, რომელიც პერიოდულად ხდება ხოლმე კონგრესმენებს და სენატორებს და გარკვეულ თანამდებობის პირებს შეერთებულ შტატებში, რა ძალისხმევასაც არ მიმართა, რა არ გააკეთა, როგორ არ ახტა და მერე დახტა მისი ცალკეული ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის ირაკლი გობახიძეს ახტა, ასე მაგალითად მიიღო კი არა ესაუბრა მარკო რუბიოს და ამის შემდეგ გააკეთა თამამი განცხადებები, რომ სუფთა ფურცლიდან დაიწყება ჩვენი და შეერთებული შტატების, საქართველოს და შეერთებული შტატების ურთიერთობები. ფაქტია, რომ ეს ურთიერთობები ადგილიდან არ იწვის, მეცაც გეტყვით, პირები, რომლებიც ჩამოდიან და ჩამოდიან. პირები, რომლებიც ჩამოდიან შეერთებული შტატებიდან და ოფიციალურად ხვდებიან ირაკლი გობახიძეს და სხვებს, ერთ და მთავარ სიტყვას ეუბნებიან ეგრეთ წოდებულ ოფიციალურ პროცედურას, რომ იყო ქართული ოცნების თბილისს თქვენ შესანიშნავად იცით. ურთიერთობის გადატვირთვისთვის რა არის საჭირო და მართლაც ქართულმა ოცნებამ შესანიშნავად იცის რა არის ურთიერთობების გადატვირთვისთვის საჭირო და საჭირო სულაც არ არის 12-16 თუ 36 მილიონი დოლარის დახარჯვა ლობისტებში, რომლებიც ვერც ვერაფერს გაუჩარხავენ ბიზნეს ივანიშვილს პერსონალურად, იმიტომ რომ ლობისტებით ყველა საქმე, ბევრი საქმე კეთდება, მაგრამ ყველა საქმე ვერ კეთდება. რას გულისხმობს შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, რომელთანაც ურთიერთობა აკითხავთ უკვე 2 წელი გავა, მალე ვერ გადატვირთა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებამ. გულისხმობს პირველ ყოვლისა საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლების ადეკვატურობას ამ პროცესში და ადეკვატური კი საქართველოს ხელისუფლება არ არის და ადეკვატური რომ არ არის ამის მადასტურებელია ის, რომ მარკო რუბიო სახელმწიფო მდივანი მეორე უმაღლესი თანამდებობის პირი ვიცე-პრეზიდენტ ჯეი-დი ვენსის შემდეგ, რომელიც სომხეთს სტუმრობდა ამ 2-3 თვის წინ, კონკრეტულად თებერვალში, ახლა 26 დღეზე კი არა ხვალ იქნება ერევანში, იქ სომეხ ხალხს მიულოცავს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც 27-ში თუ 28-ში შეიძლება მეშლება 27-ში თუ 28-ში აღარ მახსოვს, შეიძლება გადამოწმება პრინციპში. მოკლედ იცით, რომ ჩვენთან ერთად გამოაცხადა ამიერკავკასიის სეიმის დაშლის შემდეგ გადავამოწმოთ. სომხეთმა დამოუკიდებლობა 1918 წელს ბოდიში პარემ გადავამოწმებ და თბილისში გამოცხადდა ეს დამოუკიდებლობა, სადახარ ჩემო მეგობარო ჩატ GPT და არ არის აკრა და გამოაცხადა სომხეთის დამოუკიდებლობის დღე 27-ია თუ 27 თუ მეშლება დღე როდისა independence ეს 21 სექტემბერს პასუხობს 1918 წელს გულისხმობ. ამიერკავკასიის სეიმის დაშლას 28 მაისს ხო შემჩნია ერთი დღე, აზერბაიჯანია 27-ში და 28-ში არის სომხეთის დამოუკიდებლობის დღე. 2 დღით ადრე მიულოცავს მარკო რუბიო და ისევ სომხეთს დაელაპარაკება იმ უმნიშვნელოვანეს პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც შეერთებული შტატები კერძო ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ხელისუფლება შეერთებული შტატების აქვს გეგმავს სწორედაც რომ სომხეთის რესპუბლიკაში ოღონდ იმ შემთხვევაში და ეს იქნება მთავარი გზავნილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისა სომეხი ხალხის პირველ ყოვლისა მიმართ, რომ იმ შემთხვევაში თუ 7 ივნისს როცა არის დაგეგმილი არჩევნები სომხეთის რესპუბლიკაში, საპარლამენტო არჩევნები გაიმარჯვებს ნიკოლ ფაშინიანი და მისი პოლიტიკური პარტია და ხელში რუსებს, სომხურგვარიან რუსებს არ ჩაუგდებს კიდევ ერთხელ სომხეთის რესპუბლიკას, ანუ რევანშს არ ააღებინებს რუსეთს, რომელიც ხოთა შორის აქვე ვიტყვი, რომ მეორე რევანშ, რომელსაც მეორე რევანშის მეორე დღეც აქვს, ეს არის კერძოდ რეფერენდუმი, რომელიც უთუოდ უნდა ჩატარდეს, უსათუოდ უნდა ჩატარდეს სომხეთის რესპუბლიკაში მთლიანად, რომელიც შეეხება იმას, რომ ყარაბაღი როგორც სიმსივნე საბოლოოდ მოიკვეთოს სომხეთმა და კონსტიტუციითაც გაამაგროს
ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამის შემდეგ წლის ბოლომდე სადღაც ოქტომბერ-ნოემბერში და შესაძლოა დეკემბერში ეს ყველაფერი თუ ასე წავიდა სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოო სამშვიდობო შეთანხმებას გააფორმებენ ერთმანეთის საზღვრებს, ტერიტორიებს, დამოუკიდებლობას ცნობენ, აღიარებენ და მერე ვინც ის კი არა ნამდვილად ასეა. მიუხედავად საკმაოდ დიდი ტკივილებისა, რომელიც სომეხ ხალხს და სომხურ საზოგადოებას აქვს თურქეთთან მიმართებაში, იცით თქვენ გასული საუკუნის დასაწყისში მომხდარი ტრაგედიის თაობაზე ობიექტურად და არა მხოლოდ სომხური ინტერპრეტაციით, იმიტომ რომ იქ ძალიან მძიმე ამბავი მოხდა. ამის მიუხედავად, ვინც ის და სომხეთი თურქეთთანაც დაალაგებს ურთიერთობას და ამოვარდნილია საქართველოს ამ კონტექსტიდან და ამ კამპოტიდან, ამ აჯაფსანდალიდან არა. ამ კამპოტიდან სწორედაც რომ დაუბრუნდეთ ირაკლი კობახიძე ფიქრობს იმას და ოცნებობს და ფიქრობს ყოველდღიურად იმაზე, რომ როგორღაც დაალაგოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, მაგრამ კაკი გითხრათ, რომ არ გამოსდის საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ გამოსდის მიზეზთა გამო, კერძოდ იმიტომ, რომ არაადეკვატურია და უკლებრივ ყველაფერი, რასაც ითხოვდა შეერთებული შტატები, მათ შორის შუა დერეფნის კონტექსტში, მათ შორის ანაკლიის კონტექსტში, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიების კონტექსტში და ასე შემდეგ, უმრავლეს შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ მას არ და ვერ დაუკმაყოფილა მათ შორის. როცა ეუბნებიან საქართველოს ხელისუფლებას, ან დასტურდებათ ასე ვიტყვი, რომ თქვენ უნდა მიიღოთ მონაწილეობა ტრიპის პროექტშიო, საქართველოს დე-ფაქტო ხელისუფლება ტრიპის პროექტში როგორ უნდა მიიღოს მონაწილეობა მეორე მხრივ, მაგრამ უამრავი რამის გაკეთება შეიძლება, რომ ეს ერთიან კონტექსტში იყოს წარმოდგენილი ტრიპი, როგორც სამხრეთის დერეფანის განშტოება შუა დერეფნისა და შუა დერეფანის ის კლასიკური მარშრუტი, რომელიც საქართველოსზე გადის ანაკლიის კონტექსტზე თქვა, თორე ის იყო დღეს პრემიერად წოდებულმა ირაკლი კობახიძემ დაგვიანონსა კიდევ ერთხელ, რომ 2029 წელს ანაკლია აშენდება, 27 წელიწადი დადგება. მალე და ერთი ნიჩაბი ჩართული ექნებათ, მაგრამ 27 ნიჩაბი ნამდვილად არ აქვს ჩართული არც გაღრმავებისათვის და პროექტი როგორც ასეთი ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით საერთოდ არ არსებობს და მეცაც გეტყვით. ის პროექტიც კი, რომელიც კონსორციუმს ხაზარაძის დროინდელ კონსორციუმს გულისხმობ ჰქონდა, ის პროექტიც კი არ აქვს გამოთხოვილი ან არ გაუგზავნია თხოვნა გადმოცემის თაობაზე ეკონომიკის სამინისტროს ან სხვა რომელიმე უწყებას, ანუ არ აქვს არანაირი ბაზისი, რომ ვიცოდეთ საბაზისო დოკუმენტი, რის საფუძველზე საბაზისო პროექტი, რის საფუძველზე ისინი მუშაობას დაიწყებდნენ და გააგრძელებდნენ და რაც თავარი არ ახავთ ინვესტორი. შეერთებული შტატების ესეთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა არის, რომ ინვესტორი იყოს გარკვეული და ეს ინვესტორი არ იყოს საეჭვო ქვეყნიდან ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სტრატეგიულ საკითხებში შეერთებული შტატები და ჩინეთი ერთმანეთთან ლაგდებიანგან არა, ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორად, სტრატეგიულ ინვესტორად მაინც ვერ ჩაითვლება, ვერ მიიჩნევა. აი, ირაკლი კობახიძე ამაზე ფიქრობს, ოღონდ ბიზინა ივანიშვილისაგანაც აქვს დავალება მიღებული ამგვარი, რომ იქნება და გარკვეულ ჩარჩოებში მაინც ისე, რომ რუსეთი არ გაღიზიანდეს ჩვენ დავალაგოთ ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან და მთავარი არის ის, რომ შეერთებულმა შტატებმა აღიაროს, სცნოს ქართული ოცნების ხელისუფლება და თქვას, რომ ხო შენ ახარ ბიზინა ლეგიტიმური, მით უფრო რომ ვაგე ოპოზიცია არ ვარგა, ოპოზიცია ალტერნატივას ვერ გვთავაზობს, ოპოზიცია ასეთი ცუდია, შინარჩუნები არ გაგიხავდებია და არც არანაირი სახელმწიფო გადატრიალება არ მოგიწყვია. შეერთებული შტატები ვერ ენდობა ბიზინა ივანიშვილს ვერც ერთ პროექტში შესანიშნავად ხდება რა, რომ ბიზინა ივანიშვილის ახლომნიშვნელოვანია გადააგოროს ეს არსებული პრობლემები და უკვე გადაგორების შემდგომ ვინიცის და უფრო მსუყედაც კი დაუბრუნდეს რუსულ გზას, რომელსაც ისედაც ადგა მანამდეც, ანუ 22 წლამდე ვიდრე უკრაინაში ომის დაწყებამდე, 22 წლის შემდეგაც 4 წელიწად ნახევარი ახლა ადგას უკრაინა. ახსენეთ, ბარემ ამასაც ვიტყვი, უკრაინა ბიზინა ივანიშვილისთვის სამწუხაროდ და სავალალოდ თავად ოლიგარქია მას ან ვერ იჯერებს, ან ძნელად იჯერებს, ვერ აანალიზებს სათანადოდ ვიტყვი, ასე უკრაინა წინ მიიწევს. აქ არ არის საუბარი მხოლოდ უკრაინის ტერიტორიის იმ ნაწილების, იმ სივრცეების განთავისუფლებაზე, რომლებიც რუსეთს დაპყრობილი ჰქონდა. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ იმაზე, რომ მარიუპოლისკენ დერეფანს ჩაჭრის რეალურად უკრაინა გარკვეული პერიოდის შემდეგ, აი ძალიან მალევე მეთქი გავბედავდა ვიტყვი ასე და მოსწყვეტს მის სამხრეთ საზღვარზე შეერთებულ რუსეთს, ასე მთლიან პერიმეტრს, რომ აკონტროლებს იმ რუსეთს, მოსწყვეტს კი არა, გასწყვეტს წელში მეთქი. სამისით აქედან რო უყურებთ ჩვენგან მარცხნივ
ჩვენ რომ ვუყურებთ ჩვენგან მარცხნივ დარჩება ყირიმი და ყირიმის ნახევარკუნძული და კიდევ მიმდებარე ტერიტორიები, ჩვენგან მარჯვნივ დარჩება დონბასის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს, მაგრამ ეს ლოჯისტიკური ხაზი როგორც ასეთი გაწყვეტილი იქნება. უკრაინა მოკლედ გამარჯვებას აღწევს არა მხოლოდ უშუალოდ, არა მხოლოდ საკუთრივ უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ მას გადააქვს ეს ომის ეპიცენტრები, გავედავდა ვიტყვი ასე უშუალოდ რუსეთის სიღრმეში და თუ 1700-1900 კილომეტრზე დარტყმები ინტენსივობა არის არც თუ ხშირი 500-600-700 კილომეტრზე დარტყმების იერიშების მიტანის ინტენსივობა არის საკმაოდ ხშირი, საკმაოდ ინტენსიურად უტევს რუსეთის დედაქალაქსაც კი მის შემოგარენს სულ მინიმუმ და შემოგარენიდან ცენტრამდე მოსკოვი კი დიდი ქალაქია, მაგრამ მაინც საბოლოო ჯამში მაინც არ არის დიდი მანძილი 60 კილომეტრია ყველაზე უკიდურესი მოსკოვიდან მოსკოვის ცენტრამდე წითელ მოედნამდე და ამ 40 კილომეტრს ეს გმირი უკრაინელები და რაც მთავარია ის უკრაინელები რომლებმაც საკუთარი იარაღი შექმნეს და დრონები იგულისხმება პირველ ყოვლისა, თუმცა სხვა მფრინავის საშუალებების ფრთოვანი რაკეტების და დღე არ გავა რომ ახალი ამბავი არ გავიგოთ უკრაინის სამხედრო მრეწველობის მიღწევების თაობაზე ამ 40 კილომეტრს თუ 60 კილომეტრს როცა იქნება დაასძლევენ და ვერ იმუშავებს ეგრა მაგის პასუხია ეს რუსეთის პროტივოვაზდუშნაია აბაროდა ისე როგორც ბევრმა ვერაფერმა იმუშავა რუსეთში ამ 4 ნახევარი წლის მანძილზე განმავლობაში ბიზინა დაიჯერებს თუ არა ამ ყველაფერს ეს ცხადია ძალზედ საინტერესოა მე მგონი რომ ბიზინა იქნება პუტინის შემდეგ ბოლო ის პირი ვინც ამ ყველაფერს დაიჯერებს და ვინც ამ ყველაფერს შეეგუება უმალ პუტინის ახლო გარემოცვის წარმომადგენლები ბრუტუსებენ ჩასცემენ ანუ დანას ზურგში თუ ყელში პრეზიდენტ პუტინს და გააგორებენ ადგილზე და ივანიშვილი კი მაინც ვერ დაიჯერებს რომ პუტინიც კი დაბრედილია ასე გეტყვით თქო პუტინის დაბრედვის ჟამიც თუ არტებულად ვიქნები გაგებული ახლოვდება დღე არ გავა რომ რუსი ოლიგარქები და კიდე სხვადასხვა პირები რომლებსაც გარკვეული ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა ან აქვთ მომავალში ექნებათ ამ პროცესზე დღე არ გავა რომ მათ შესახებ არ გაჩნდეს ინფორმაციები რომ ისინი ძალიან უკმაყოფილონი არიან პრეზიდენტ პუტინის ამ ოპერაციამ დამოწყებული ავანტიურა ოპერაციის და იმ მდგომარეობით რომელიც რუსეთშია შექმნილი და რუსეთში ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი სულ ეს იყო ისეთ თქმაც მინდოდა აქვე გეტყვით რომ ბოდიში ეს კარგია რომ გამახსენდა აქვე გეტყვით რომ ევროპა რომელსაც ხანდახანზე ხშირად უსამართლოდ აკრიტიკებს პრეზიდენტი ტრამპი ამას ღიად ვამბობ ყოველგვარი დამალვის შეფარვის გარეშე ევროპა მაინც საკრიტიკოა აი ახლა მარკ რუტემ სთხოვა ევროპის სახელმწიფოებს პროცენტი უნდა გავიხსენო უბრალოდ მოკლედ თლიანი შიდა პროდუქტის თუ არ ვწდები 0.5% ნახავთ თქვენის ნებართვით ბოდიშს ვიხდი რაღაც ამოწერილი მქონდა 0.5% გამოყავით უკრაინისთვისო და ისეთმა წამოწყალმა სახელმწიფოებმაც კი როგორიც არის ბოდიში ესე იგი ეს იყო აბსაგენტოზე ისეთმა წამოწყალმა სახელმწიფოებმაც კი როგორიც არის საფრანგეთი ბრიტანეთი და სხვები ხო არ დასთანხმდნენ ამ ყველაფერს და თქვეს რომ არაო ჩვენო ვერ ვნახულობ ინფორმაციას სამაგიეროდ ნახე ინფორმაციების თაობაზე რომ საქართველოში უკვე ჩამოსულა დელეგაცია შეერთებული შტატებიდან თუ სომხეთში ჩადის მარკო რუბიო აქ ჩამოვიდა გაცილებით მნიშვნელოვანი წარმომადგენლები ცხადია სახელმწიფო დეპარტამენტისა რომლებიც ელაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას ერთ საკითხზე მხოლოდ იყავით ადეკვატურები და რომ თუ ადეკვატურები იქნებით მაგ შემთხვევაში გადაიწვირთება საქართველოს და შეერთებული შტატების ურთიერთობები არასანდოა ბიზნა ივანიშვილის იცის ყველა არასანდო ივანიშვილთან კი ურთიერთობების გადაწყვეტა პრაქტიკულად წარმოუდგენელია რაზე ოცნებობს შალვა პაპუაშვილი არ ვიცი ოცნებობს კი არა საკეთებს ყოველ სისხლ SMS თუ WhatsApp მესიჯზე ელოდება მოსკოვიდან ხაკალაძე საკუთარი მეგობრებისა და ბერიის თანამშრომლების გადარჩენაზე ზრუნავს
ირაკლი კობახიძე კი პირჯვარს იწერს იმაზე, რომ როგორმე გადაიტვირთოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან. უკრაინა გამარჯვების გზაზეა და საქართველო კი დამარცხების გზაზეა შემდგარი და ამ მომენტობის გადიავება ხელიდან გაშვება უბრალოდ არ შეიძლება. თუ ქვეყნად გვინდა რომ ვიწოდებოდეთ. ნახვამდის.